გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, კარგებო, გემრიელებო. გემრიელებო სიტყვას მოყოლე, არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი რა გემოგაქვთ. უბრალოდ სიტყვას მოყვა. ესე იგი ახლა არის ღამის 4:10 წუთი და ეხლა ვიღებ ვიდეოს, იმიტომ რომ საქმეები მქონდა. როგორც შეგვირდით, გადავიღებდი Q&A-ს, ანუ თქვენ ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხებ. ის კი არ იქნება რომ ამოვარჩევ რამდენიმეს, ანუ ყველა დასმულ კითხვას სათითაოდ ვუპასუხებ. იქნება უწყვეტი კადრი, ეს ჩემთვის ჩელენჯიც, ანუ არაფერს არ ამოვჭრე, სადღაც რომ ვიბლუყუნებ, იმ ბლუყუნსაც დავტოვებ. იქნება აი ძალიან ორგანული და ძალიან ბუნებრივი და ძალიან YouTube ვიდეო იქნება. რაც შეეხება სეტანტას ჩანთას, სეტანტას მერს, რო ვათამაშებდი, ერთ-ერთმა ადამიანმა გაიმარჯვა რენდომაიზერთა ვარჩევით, რომ ძალიან მომეწონა. ბევრი კომენტარი მომეწონა და აი ვერავის ვერ გამოვარჩევდი და რენდომაიზერს ავარჩევინე. სასაცილო ისა რომ რენდომაიზერმა ჯერ ნანუკა ამოირჩია. გოგოს რა ბედი აქვს, ჯერ ხომ მე გამჩითა. მე რენდომაიზერი სეტანტას ჩანთა მოიგო. გაუხარდა, მე ვუთხარი რა გიხარია თქო. მე მოიწყინა, თავიდან გავაკეთებინე რენდომაიზერს და ამ ადამიანს გადაეცემა ეს ჩანთა. დამიწერე კომენტარებში, მომწერე და ასე შემდეგ. კაი, აქ მაქვს ხა თქვენი ყველა კომენტარი, ანუ არც კი ამომისქრინია არაფერი, ანუ თავიდან ბოლომდე იქვე პოსტის, აგერ პოსტის იმაში ვარ შესული და პოსტიდან წავიკითხავ. დავიწყებ, მოდი როგორ იმას ვიზამეცი, დავიწყებ ქვემოდან. ქვემოთ. უკვე მოსაწყენია ვიდეო. კაი, წავიდა. ამ არხის მომავალი ახალი გეგმები ეს გვაინტერესებს. მომავალი გეგმები არ ვიცი, ამ არხზე გეტყვით რამდენიმე რაღაცას, რომ ეს არხი იმისთვის შევქმენი, რომ კონტენტი ყოფილიყავი მე, ანუ რასაც მეხება, რასაც მე გავაკეთებ, რა პროგრესით შემეხება, რა რეგრესით შემეხება, ეს იქნება ამ არხის მუღამი ეგაა, რომ ეს თქვენ თვალწინ მოხდეს ყველაფერი, რამე საინტერესოს თუ გავიგებ, აუცილებლად გეტყვი. რამე სასაცილოს თუ გაიგებ, მაგასაც გეტყვით და ეს არის ამ არხის გეგმები, ანუ მაქსიმალურად ვეცდები, რომ საინტერესო რაღაცები გააკეთოს ბასტომ. როგორ ფიქრობ, რომ არა მახრას პიროვნული სიძულვილი ანანოს და ოზის მიმართ მოიგებდით შენ და შენი და მაფიის პირველ ეპიზოდს? ჩემი აზრით, მახრას მხოლოდ ოზის ძულს პიროვნულად და ანანოს არაფერს არ ერჩის, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მოვიგებდით, იმიტომ რომ შესაძ მე და ჩემი და ერთ გუნდში ვართ მაფიის, ან საოცრად სასაცილო რაღაცას ვაკეთებთ და ცუდს, რომელიც თავიდანვე არ გავაკეთეთ, ან ვიგებთ. და რახან თავიდანვე ცუდი რაღაც არ გავაკეთეთ, მოვიგეთ რა და სულ ეგრე იქნება დაიმახსოვრეთ. Marvel Rivals-ი როდის იწყებ Baby One Marvel Rivals ერთ თამაშისთვის რისი გასტრიმაც მინდოდა, მალე დავიწყებ იმედია. და კიდე ბარემ აი ხალხთანაც ფეხზე ფრჩხილების დაჭრაზე დიდი ლეობა, თუ არსებობსო რამე კი არსებობს, მაგალითად თუ შენ საქართველოს მიფრინავ ჩინეთში, ჩერეზ თურქეთი, ანუ თურქეთში რო გაფრინდები, თვითფრინავში მოგიტანენ საჭმელს, შეექცევი ამ საჭმელს, შემდეგ ეგ საჭმელი მოგწამლავს 4 საათი აეროპორტში მოწამლას მომუცლის ტკივილი არ არის მარტო, მოწამლას თავისი ცუდი სხვა ისინიც აქვს, რა ქვია, გვერდითი მოვლენებიც, აი მაგ მდგომარეობაში 4 საათი აეროპორტში ხარ, შემდეგ 5 საათი თვითფრინავში და მირჩევნია რომ ყოველ დღე დავიჭრა ფეხზე ფრჩხილები, ვიდრე კიდე ერთხელ მაინც დამემართოს ეგეთი რაღაცა. პროსტაზე მომახვედრე რა. საყვარელი მწერალი, წიგნი, პოეტი, ლექსი მსოფლიო მასშტაბის და ქართველი. აქ მსოფლიო მასშტაბისაც და ქართველიც ჩემს ერთ იგივე ადამიანია, ეს არის შოთა რუსთაველი, რომელიც ჩემი აზრით, ვისაც კი კალამი ან კალმის მსგავსი ბუმბული რაღაცა ხელში აუღია, ყველაზე დიადი ადამიანია. შოთა რუსთაველზე ვცლად, შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკ, იმიტომ რომ 100 კომენტარზე მაქვს საპასუხო. რუსეთი მოერევა თუ ამერიკა? ვინ უფრო სირია, მაგაში რუსეთი მოერევა და მეორეზე ამერიკა გავა და ომით ვინ მოერევა, არ მინდა გავიგო. არ მაინტერესებს, იმიტომ რომ არ მინდა. YouTube ლიგა როდის იწყება? სექტემბერში იწყება YouTube ლიგა. უი ბასტო რა შვები? არაფერს მადლობა შენ რა შვები? კაცობრიობის რომელი გამოგონება უფრო ევოლუციური და გარდამტეხია ბორბალი სმარტ-პოინტ თუ ესკალატორი, თუ შეიძლება ვრცელი პასუხი რომ გამცეთ, ამ კითხვას ღრმად დაასაბუთეთ. მაიონეზი ესკალატორზეა კითხვის ავტორი და არ ამგონია რომ ეს ხუმრობა არ იყოს რასაც წერს, მაგრამ მაინც კი პასუხი რომ ბორბალი, იმიტომ რომ
ბორბალმა ძალიან ბევრი რაღაცა გაამარტივა სამყაროში, გადაადგილება, სიმძიმების გადატანა და საერთოდ ბორბალი ძალიან ბევრი მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის. რა რჩევას მოგცეთ იმ ხალხს, რომლებიც ახლა ვიაზრებთ, რომ საკუთარი თავისი იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის და რა არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება ღირსეულად, იმხელა ენერგია და მოტივაცია მოდის შენგან გული. აქედანაც გული რთულ სიტუაციას როგორ ხუმრობ უპასუხებ იმასაც, რა რჩევას მოგცემთ იმ ხალხს. რა რჩევას მოგცემთ და გაიაზრეთ, იცით რა გაიაზრეთ, რომ საკუთარ თავზე დიდი გულშემატკივარი, საკუთარ თავზე ახლო ტიპი არასდროს არ გეყოლებათ და ეცადეთ, რომ ეს ტიპი, ვინც საკუთარ თავთან, თქვენთან ძალიან ახლოს არის და ყველაფრის გამკეთებია თქვენ გამო, მაქსიმალურად ძლიერი წელში გამართული და აი ეს და მეორე სიტყვაში ჩასვით, მესამე აღარა საჭირო. რთულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები? რთულ სიტუაციებს უმკლავდები როგორ? აი მაგალითად, მარტივი მეთოდია. წარმოიდგინეთ სერიალი, რომელიმე სერიალი, მაგალითად, თქვათ ავიღეთ სერიალი შერლოკი. ან კაი, სერიალს ქვია ბასტო მაგალითად რა და აი ბასტოს უყურებთ, სერიალს ქვია ბასტო დარბის და უცებ ბასტოს რთული სიტუაცია იჩითება. თქვენ ხო იქ ზუსტად იცით რომ ის ბასტოს ეს რთული სიტუაცია არ დააგდებს და არ დაამარცხებს. შეიძლება რთულად იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბასტო დაამარცხებს. აი ეგრე უნდა უყუროთ, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირები. და ეგრე მიუდეკით რა, რაღაცა რო ხდება, მარტო იმისთვის ხდება, რომ თქვენ ეს ამ ყველაფრისგან რაღაცა ისწავლოთ, გაიზარდოთ, განვითარდეთ. და რთული სიტუაციაც ხანდახან ძალიან დიდი წყალობაა ხოლმე რა. ეგრე უმკლავდები ხა კონკრეტულად თუ მეტყვი რომელ სიტუაციებზია, კიდევ უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემ. მისაბაძე პიროვნება სამეგობროში თუნდაც საქართველოში შენ გარდა. ერთ-ერთს ვიტყვი, მირიანს ვიტყვი. იმიტომ რომ ბევრი არის მისაბაძე ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი თვისება ამიღია ბევრი სხვა ადამიანისგან, მაგრამ მირიანს აქ ერთ-ერთი სუპერძალა, რომ გვერდში დგომა შეუულია ტიპს არ ვიცი, აი არაადეკვატურად რა, ანუ აი როგორი ჩემთვის როგორი საოცარიც არის რომ ადამიანი შეიძლება თვალებიდან ლაზერებს უშვებდეს, ზუსტად იგივენაირად საოცარი არის მირიანის გვერდში დგომის უნარი. ანუ არ ვიცი ტიპი იმენა გვერდში მდგომი არის. რომელი უფრო გოუთია თავის საქმეში ლირილი, ლარილა თუ ტრალალელო, ტრალალა თუ მესი. მესი ალბათ რა, იმიტომ რომ ლირილი, ლარილას და ტრალალელო, ტრალალას ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი. იგივე ბომბორდირო, კროკოდილო იბრძვის და თუმ კუნ საფური. როგორ ახერხებ რომ ამდენი რაღაც იცით ან სრულიად სხვა სფეროებიდან მარტო ინტერესი საკმარისი თუ გაქვს, მარტო ინტერესი საკმარისია, თუ გაქვს კიდევ რამე რჩევები, რაც დაგვეხმარება ბევრი რამ ვიცოდეთ. არ ვიცი, ინტერესი მაქვს, მიყვარს საუბარი და სულ ვარ დიალოგში. აი ეგ არის, რომ სულ დიალოგში ვარ, სულ ვიღაცას ვესაუბრები, ეს მე დაავადებულ ვარ ამ ცოდნით, მიყვარს ოღონდ იმაზე ვსაუბრობ, რაც ვიცი, რაც არ ვიცი იმაზე არ ვსაუბრობ, რაც არ ვიცი იმას ვუსმენ რა და რო ვუსმენ მე მაგაზე ვსაუბრობ და ეს საუბარი ხშირი საუბარი ჩათვალეთ გადამეორებასავითა. ანუ თქვენც ყველაფერი იცით, მაგრამ ხანდახან გავიწყდება და მე რო სულ ბაზრობ, ჩათვალეთ რომ ყველაფერს ვიმეორებ და გაწაფული ვარ თითქოს ძალიან მაგრა ვიცი. მაგრამ თავიდან ძალიან მაგრა არ ვიცოდი რა საუბარში. მოკლედ ისა კომუნიკაციაში იყავით სულ რაღაცას რო გაიგებთ, მეორე ადამიანი ყავდეთ მეგობარი, ვისაც აზრებს გაუსვლით და კიდევ უფრო ღრმად გაიგებთ ყველაფერს. როდის დავლიოთ მე შენ და ბეიბი ბუბუმ. სჯუღელეს თუ საბაჯუღელია საბასთან დასალევი მაქვს მართლა. შენი კომპეტენტური აზრით ამდენი ცნობილი სახე მათ შორის იუთუბერებს რატომ არეკლამებენ პირველი ხაზის სუნამოებს? მათ მაგრად მე მიტყდება ხოლმე რეკლამა რომ ხდება და ვცდილობ ამოხსნა სლაიდი მოკრებ დამეხმარო. ესე იგი აქ ლაპარაკი არის, როდესაც ინფლუენსერები არეკლამებენ ხოლმე პატენტ სუნამოებს, რომელიც შეფუთულია პირველი ხაზის და მეორე ხაზის რეპლიკად. ჩემი დამოკიდებულება ისაა, რომ უნდა გავუგოთ მაგ ადამიანებს, იმიტომ რომ არ მჯერა რომ ეხა ეგ მაგ ადამიანებმა იციან რომ რაღაცა ცუცს არეკლამებენ, უბრალოდ მეც რო არ ვიცოდე პარფიუმერიაში ჩახედული რო არ ვიყო, მეც მოვტყუდებოდი რომ პირველი ხაზის რეპლიკა საფრანგეთში მზადდება, იგივე პარფიუმერია ალბერტო მორიასის ძმა ამზადებს. ანუ მეც მომატყუებდა ეგ და მეტყოდნენ რომ შეღავათი ამ ფასი აქვს და დავარეკლამებდი, მაგრამ ახან ჩახედული ვარ, ვიცი რომ არ არის დარეკლამებადი რაღაც რო რამე. მაგრამ ვინც არეკლამებს, იმან არ იცის ალბათ და ამ რაღაცა message box-ის მსხვერპლია ჩემი აზრით. ამიტომ ნუ განვიკითხავთ, შევუნდოთ და ვუთხრათ, ვურჩიოთ. არ ამგონია რომ ეტყვი ძმა რასაც მე იმას გავაკეთებ, მაგას არ გეტყვი. რა არის ცხოვრების მიზანი? არ ვიცი, ჩემი მიზანი არის რომ საქართველოს გამოვადგე. მამაჩემმა და დედაჩემმა იამაყონ და ჩემ მეგობრებს, ახლობლებს და ყველას, ვისაც თვლი რომ სწორია და კარგად ცხოვრობს და მიყვარს, გაუმარტივა ცხოვრება.
დარწმუნებული ვარ, იცი და გითხარი, რამდენს შოვნა შეუძლია კარგი YouTuber-ს 150,000-ზე მეტი ვისაც ყავს საბი რეკლამით მონეტიზაციით და ასე შემდეგ. კაი, აქ ეხლა როგორ რაღაცა იცი, რომ ქართული YouTube-ი, აი subscriber-ები არ ხურდავდება ფულში რა. აი მაგალითად ამერიკაში ზუსტად რამდენი ნახვაც გაქვს, იმდენ ფულს გიხდის მონეტიზაციით YouTube-ი. და ამერიკაში ამერიკული კონტენტი და უცხოური კონტენტი მორგებულია ნახვაზე, ანუ რაოდენობაზე. საქართველოში უფრო კონტენტი მორგებულია სპონსორზე, იმიტომ რომ სპონსორი ხდის ფულს. YouTube-ი რა ფულსაც გიხდის, ის ფული, რა ვიცი, 2003 წელს კაი ფული იყო ალბათ. მარც მაგდროს არ იყო კარგი ფული. და ამიტომ ეგრეც არ არის რა, ანუ რამ ბევრი გამომწერო ყავს, არ ნიშნავს ბევრ ფულს რა. ბევრი სპონსორი შეიძლება ნიშნავდეს ბევრ ფულს. რა ვიცი, შეიძლება მაგალითად აი 5-დან შეიძლება 20-მდე გააკეთოს YouTuber-მა რა, შეიძლება მეტიც, შეიძლება ნაკლებიც რა. რატო გიმართლებს ასე ძალიან ცხოვრებაში ილოს პოდკასტში რაც მოყევი, აქედან გამომდინარე გეუბნები და მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ქრისტიანობაზე და თვითონ თუ გწამს. აქ ეხა ძალიან ისეთი კითხვა არის, რომ ავიცი, ანუ 100 კითხვაზე მაქვს აპასუხო, მაგრამ ვეცდები მალე უპასუხო. ალბათ იმიტომ მიმართლებს ცხოვრებაში, რომ მარტო მაგას ვაქცევ ყურადღებას და როცა არ მიმართლებს, სხვანაირად ვფუთავ, რომ კი არ მიმართლებს, გამიმართლა, რომ არ გამიმართლა, ესეთი მენტალიტეტი მაქვს და მეხმარება და რავი თუ შეგიძლიათ მაგ მენტალიტეტი დაამუშავეთ. და ქრისტიანობაზე იმას ვფიქრობ, რომ 10 წელია მაგალითად ესეთი ჯვარი მკიდია, რომელიც არ მომიხსნია. მარტივად რო გითხრა რა, ანუ ეგეთი დამოკიდებული მაქვს ქრისტიანული იდეოლოგია, ჩემი გადმოსახედიდან არის სწორი. რომც გჯეროდეს ღვთიური ძალის, რომც არ გჯეროდეს, ქრისტე რასაც ქადაგებდა, ყველაფერი არის მორალური ძალიან მაღალი ლეველი რა და მარტივად რო თქვა ესე არის. რა ვიცი, მაგ 5 ვიდეო უკვე ამ კაც კომენტარს ვუწერ, ხან სუნამოზე ვკითხე რაღაც მაგალითად მიპასუხა, ხან ისიც და ხან ბოლოს დავუძმა კაცს მგონი. მოკლედ ძალიან კაი ძალიან დიდი მადლობა, ჯიგარი ხარ. ბასტო გამაპიარე. სოსო გაგაპიარო, არ ვიცი გაგაპიარებ თუ არა, მაგრამ გირჩევ, ანუ გისურვებ, რომ ცოცხალი დაბრუნდე და მე უკვე პიარი აღარ დაგჭირდა, იმიტომ რომ ადამიანი იქნება, ვინც ჩრდილოეთ კორეაში იქნება ნამყოფი. და რაც შეეხება გაპიარებას, everyone is so except you. Fucking so. აღონთ ეს fucking იმიტომ ჩავსი, რომ მოუხდა ლექს. უცებ მოვიფიქრე. ქორო და ბიჭები როგორ გაიცანი? ბიჭები გავიცანი ბავშვობის მაკაცებიდან ჩემი ქორო მივწერეთ, რომ რაღაც ახალს ვაპირებ და ხო არ გინდა ჩართვაო და კიო და ჩაერთო. ტოპ 10 ფილმი გვირჩი, რომელიც ბევრს არ აქვს ნანახი. არ ვიცი ვის რამდენი აქვს ნანახი, არ გავსულა სტატისტიკა, რომ შენ რამდენი ფილმი. არ ვიცი, მაგრამ 3 ფილმს გეტყვით. Wild Tales, ველური ამბები, ესეთი რაღაც არის, 5 ნოველა აგერთი, ძალიან მაგარია. Perfect Strangers და სერიალი არის, რომელიც შეიძლება არ ქონდეს ადამიანს ნანახი და მაგიტომ და თან მომეწონა არის Inspector Calls. რა განასხვავებს ბასტოს ქოროსგან და პირიქით? რა განასხვავებს? არ ვიცი, ბევრი რაღაც განასხვავებს, განგვასხვავებს ჩვენ ერთმანეთისგან. ერთადერთი საერთო мотиваცია ის გვაქვს, რომ რაღაცა გავაკეთოთ ამ ჩვენს ამბავში და განსხვავება ისაა, რომ ის არის აი დაბალი წნევის ადამიანი, დაბალი მეტაბოლიზმის ადამიანი, ხშირად ცივდება, ნელა საუბრობს, არ ეშლება ნერვები, გაწონასწორებულია, მე მაგის პირიქით ვარ, ანუ მაღალი მეტაბოლიზმი მაქვს, მაღალი წნევა მაქვს, ჩქარავ საუბრობ, არ ვარ გაწონასწორებული და ასე შემდეგ. მაგრამ ორივე კარგი ადამიანები ვართ, რასაც ვაკვირდები. რას ფიქრობ ჩემზე, მე იმ ჰეშტეგის ავტორი ვარ, ბასტო მიყვარხარ. რას ვფიქრობ, არ ვიცი, მაგრამ რას განვიცდი გეტყვი, თუ გინდა მადლიერების გზნობას განვიცდი. ამომიგდო. ეს თვამე. როგორ გავხდეთ ფანტასტოვი ბეიბი ბუბუ? არ ვიცი. ფანტასტო არის ბასტო ფანტასტო ერითმება და თან მე ვასე ან ცოტა ხუმრობ ხოლმე იბრაჰიმოვიჩის, ეხა იბრაჰიმოვიჩს ვერ შარვედრები, მაგრამ იბრაჰიმოვიჩის ის ძალიან მომწონს ხოლმე, როცა ღადაობს ეხა რომ ადამიანები ლომებს არ ედგერა, ლომები ადამიანებს არ ეტრებიან და ასე შემდეგ, მსგავსი კონცეფცია. ფანტასტო როგორ უნდა გახდე და უნდა ირწმუნო საკუთარი თავის და უნდა მოუფიქრო საკუთარ სახელს ეგეთი შესატყვისი რა, რომელიც შენი ზეცართავის სახელი ქნა დადებითი. რატომ ბასტო და არა გიორგი? ვაჟა მქვია და მაგიტო. შენთვის ტოპ 5 ყველა დროის საუკეთესო ფილმი და სერიალს თქვი. რა არის? ჩემი საუკეთესო სერიალს ფილმს გეტყვით. ყველაზე დიდი გავლენა რამაც მოახდინა, ძალიან უცნაური, მაგრამ კარიბის ზღვის მეკობრეებმა ჩემი საყვარელი ფილმი ზოგადად რაც კი ყველაზე დიდი ემოცია რასაც მოუწია, არის კარიბის ზღვის მეკობრეები. პატარა ვიყავი, მაგრამ ეგეთი ახრთოვანებული ფილმით აღარასდროს არ ვფიქრობ მაგის მერე.
შენ რა არის შენი მიზანი YouTube-ზე? ჩემი მიზანი არის 3000, კაი, ჩემი მიზანი YouTube-ზე არის რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიყვანო ქართული YouTube. არ ვიცი, იმედია გამომივა. შენი აზრით რა არის აბიტურიენტობის დროს ყველაზე მთავარი? ბანალურად არ მიპასუხა ახლა როგორც ყველა. არ ვიცი. აბიტურიენტობის მთავარი მიზანი ალბათ არის, რავი, რომ გრანტი აიღო და მაღალი ქულებით მოხვდე უნივერსიტეტში, რაც შეიძლება ნაკლები ფული გადახდა, ნაკლები ფულის გადახდა მოგიწიოს უნივერსიტეტში. აბიტურიენტობის მიზანი ეგა ალბათ და აბიტურიენტობის პერიოდში თუ ხარ და მაგასაკის მიზანი ისაა, რომ გაიაზრო ცხოვრებაში რისი გაკეთება გინდა და საკუთარი სუპერძალები იპოვო და მაგისკენ მიემართო თავიდან ბოლომდე. ამის თქმა შემილია. ბასტო 1 + 1 უდრის 11, შენი მისია ეს თეორია გაამართლო, დრო 2 წუთი ჩაირთო. 2 წუთი არ მჭირდება, ძალიან მარტივია, უყურეთ 1 ციფრი 1 შეიქმნა, ჯერ დედამიწა შეიქმნა, მერე ბროწეული შეიქმნა და მერე შეიქმნა ციფრი 1. აი ხა ბროწეული, როცა ორი ბროწეული დევს, ეს ორი ბროწეული ერთმანეთს ხო არ ირწყმის, აი ბროწეული ხო არ გამოდის, ანუ გამოდის ბროწეული და ბროწეული. და ჩვენ როგორც არის 1 ანუ 1 ბროწეულს + 1 ბროწეულიც არის ბროწეული და ბროწეული, ზუსტად 1 + 1 არის 1 და 1, რომელიც არის 11. ძალიან მარტივია. შენი საყვარელი სინგერი? სტრომაი. ალბათ. კი, მაგაზე, მაგრამ ეს სინგერი არავინ არ მევასება. ჩერი, ჩვენი იუთუბერი, ვეკითხება გიყვარს თუ ალუბალი, მიყვარს. ალუბალი ძალიან თუ ჭია არ არის ხოლმე შიგნით. და ხშირად არის ხოლმე, მაგიტო კომპლექსი მაქვს ალუბლის, რომ ჭია არ ვიპოვო. გუკაია ბოქლომების და ჩაკეტილი კარბების რისხვა, წერს ბამბუკი ხეა? დიახ, ხესავით რაღაცა, რომელიც უფრო ბალახი უფრო ვიდრე ხე ალბათ. დაასახელა ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს წითელი ჯვარი. პს იამალის მერე შენ მევასები. ჯიგარი ხარ ძმაო? იამალის მერე მე რო გევასები. არ ვიცი, არ მახსენდება, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ წითელ ჯვარს მუსლიმანურ ქვეყნებში არ ხმარობენ მაგ სიტყვას, მაგ ფრაზას წითელ ჯვრად რა, უფრო რაც მგონი რაღაცა სიტყვა არის. წითელი ნახევარმთვარე რო აიღო რა, იმათი ის ხო ისა ნახევარმთვარე და მაგას ამობენ წითელი ნახევარმთვარე და რა წითელი ჯვარი. ბასტო შენი green red flag-ები. green flag-ია, როდესაც ადამიანი მიმართულია პროგრესისკენ, მორალური პროგრესისკენ და აი მანდუნდა განვითარება და red flag-ია, როდესაც ადამიანი საკუთარ პრობლემად არ აღიქვამს და ატრაკებს, რომ ესეთი ვარ. მაგალითად, აი გამოსირებულია და რა ვქნა გამოსირებული, ეგეთ ბუნება მაგ არა ძმა. ხო გახსოვს იმ ადამიანი არ შეიძლება იყოს გამოსირებული. კითხვა ახლო მომავალში აპირებ სტრიმების და სხვადასხვანაირი კონტენტის წამოწყებას? კი, ვაპირებ, ოღონდ მე ვნახავთ სხვადასხვა ამპლუაში, თორე აი კონტენტი დიდად მე უნდა ვიყო ჩემი არხია, მე უნდა მოგაწოდოთ საკუთარი თავი. შენი შეყვარებულის გაცნობის ისტორია. და ჩემმა შეყვარებულმა გავიცანით ერთმანეთი 28 მაისს, ჩემი დეიდაშვილი მეკო გოგოლის დაბადების დღეზე, შემდგომ 2 წლის თავზე თუ 3 წლის თავზე კიდევ მეკოს დაბადების დღეზე უთხარით, რომ ერთმანეთთან ვიყოთ თქო და ეგრე. დაბადების დღეზე გავიცანი რა დამევასა, მაგრად იმენა დამევასა. აი მაგრად დამევასა. რატომ უნდა ერქვას გელას, გელა თუ ზვიგენი მარტო მარცხნივ დაფრინავენ და ალუბლის ხეზე მჯდომი კაი ბიჭი ყვითელი არ არის და არჩაულმას ეწევა. ამაზე ერთი იმის თქმა შემილია, რომ მოძველდა ძმაო, ეს ამბავი, ვაფშე ეს რაღაც ერთი ზვიგენი იქით მიფინოს მეორე. კოპაზე რას ფიქრობ, ფინალში რა მოხდება და ბარემ რომელიმე ფეხბურთელი გევასება რეალიდან. კოპაზე ვფიქრობ, იმედია რომ ბარსელონა მოიგებს და რეალიდან ალბათ რეალის გოლშემატკივარი რო ვიყო, ვალვერდე იქნებოდა ჩემი ფავორიტი, იმიტომ რომ კლაჩ ფეხბურთელია და კლაჩ ფეხბურთელები ასწორებენ. შენი MBTI type, ESTP, ეს MBTI type ვიცი რაც არის, ეს არის რაღაცა ფსიქოლოგიური რაღაც 16 ის არსებობს რაღაცა. მოკლედ ESTP გონი ეგ არის რა. ეხა ამაზე არ ჩავშლი. დაგუგლეთ MBTI, MBTI type და ეგ არის. დინპიტაური თუ დამპიტაური ჩასვიქთ ხო? დინპიტაური, ამაზე მარტივი კითხვა ჩემთვის არ დაუსვათ, იმიტომ რომ დინპიტაური არის აი მთავარი ამბავია, დინპიტაური არის სუბიექტი რა და დამპიტაური არის ამ დინპიტაურის აქსესუარი უბრალოდ, ანუ დინპიტაური რო არა, დამპიტაური არ იარსებებდა რა, ანუ ჯერ დინპიტაური შეიქმნა და დინპიტაურისთვის ბარემ დამპიტაურიც შეიქმნა, ამიტომ
დინპიტაური ოლდვაი, მე თიმბი დინპიტაური ვარ. როგორ უყურებ შენ თავს ჩიპასზე, შენ როგორც მაყურებელი და არა მონაწილე, რა სიტყვის შენს, ანუ ვაჟიკოს პერსონაჟზე და მე და მეორე კითხვა, solo traveling თუ მოგზაურობ მეგობრებთან ერთად. 100% მოგზაურობ მეგობრებთან ერთად და ჩემ თავს როგორ უყურებ ჩიპასზე, აი თუ მაგას მეკითხები, ხრასაც პასუხს გაგცემ, ალბათ თავიდან პირველ სერიებში, სადაც გამოუცდელი ვიყავი და აი კამერასთან ურთიერთობაც არ ვიცოდი და ცოტა ნერვიულობაც მეტყობოდა. ცოტა მიჭირს ხოლმე ყურება, იმიტომ რომ აი ვიქრინჯები რა. იმიტომ რომ ხან რაღაც ემოციას ვაკლებდი, ხან ვაზედმეტებდი, აი არ ვიცოდი რა ლავირება და მე ბოლო სერიებში უკვე ცოტა დავიხვეწე და ნაკლებად ტკივა. ჩვენკენ მომავალ ასტეროიდზე რა აზრის ხარ? იმედია ჩვენკენ მომავალი ასტეროიდი, ჩვენთან მომავალი ასტეროიდი არ გახდება და არ ვიცი, როგორც ვიცი, ქალაქის განადგურება შეუძლია რა იმხელა და იმედია სხვაგან დაეციმა ცოტა ჩრდილოეთით, ციმბირისკენ. რას ფიქრობ ჯონ სინას heel turns-ზე? ეს არის WWE-ის სუპერსტარი ჯონ სინა, რომელიც არის ალბათ Undertaker და ჯონ სინა ეგორი არის ყველაზე დიდი სუპერსტარები და მთელი აი ბოლაი 90% კარიერის იყო აი ბავშვების საყურს სუპერმენი იყო რა და უცებ გააბოროტეს და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ალბათ კარიერას რო ასრულებს ახლა ჯონ სინა WWE-ის ფანებს გვანახეს რომ აი ეს ისიც მოგვაწოდეს რა ეს ჯონ სინას ბოროტი ვერსიაც გვანახეს რა და გაასწორა მოკლედ რა პოზიტიურად ვარ განწყობილი ბასტო რა ვახარ მეძინება ძალიან და ეს ვიდეო უნდა დავამთავრო ახლა ანუ ეს ვიდეო დავამთავრო ეს ვიდეო უნდა გავაკეთო ახლა ლუკა კალტოზი მეორე პრაიმში თუ მიხეილ HD ჩემი გადმოსახედიდან ლუკა კალტოზი არის ძალიან ზრდილი ადამიანი მოწიწებით ეპყრობა ხოლმე უფროს ადამიანებს და ჩემი აზრით ლუკა კალტოზი არ მოერევა მიხეილ HD-ს არ მიცემს თავს იმის უფლებას რომ მიხეილ HD-ს რამე ავნოს იმიტომ რომ ეს ადამიანი უფროსია და დამარცხდება მიხეილ HD-ს წინააღმდეგ ბარსას ყველაზე მწარე მარცხი შენთვის ენფილდის 4-0-ის მერე მაგ დღე მეზიზღება ეგ კუთხურის ალმა მინდა იმ ადამიანს იქ გაუკეთო სადაც თქვენ ფიქრობთ ჩელსი ბარსელონას 4-2 წააგო ბარსელონამ ჩელსისთან ადრე 2005 წელი იყო აი საშნელება იყო ეგეც ხო იცით რონალდინიომ რომ დგა რო გავუკეთეთ ნასოკეთ რო დაურტყა და ჩეხს რო გავუტან აი ეგ წააგო ბარსელონამ 4-2 როგორ გამიტყდა გამარჯვებული გირჩევნია იყო თუ ბედნიერი მე გამარჯვება ბედნიერებას მანიჭებს მაგრამ თუ არის ესეთი გამონაკლისი რომ გამარჯვებული ვარ და თან არ მიხარია მაშინ ბედნიერება მირჩევნია რა მე უბრალოდ წაგებაც მაგრად მწყინს და მაგით არ მიყვარს ანუ მე უფრო გამარჯვებას მაგრამ წაგება არ მევასება რამდენი წლის იყავი ბარსა რომ შეგიყვარდა და რომელ ფეხბურთელს ესურვებდი ბარსას მაისურით ვიყავი 6 წლის რომ ბარსა შემიყვარდა და ჩემმა პირსახოცი მოიტანა ბარსელონაზე მანჩესტერის და ბარსელონის პირსახოცი მოიტანა და მადლობა ღმერთს ჩემ ძმას რავი დედაჩემს რომ ჩემმა ძმა მანჩესტერის პირსახოცი აირჩია და მე ბარსაში დამჭა და ბარსას გოლში მატკივარი ვარ მაგ დღიდან და ვისურვებდი გიორგი მიქაუტაძეს, იმიტომ რომ ეგეთი სხარტი თავდასხმელი უხდება ბარსას უფრო ვიდრე ბებერი წიფელა ლევანდოვსკი. თუ გაგისინჯავს კუსკუსი ოდეს მე ახლა შემთხვევით ამერია შვრიაში და ვუყურებ ჩამში რაღაც ჭიანჭველის კვერცხებს გავს ჭამა თუ გავამრავლო ვერ გავიკე. ერთ შევას მოგცემ რომ აუცილებლად გავამრავლე, იმიტომ რომ სურო კუსკუსი იყოს და გაამრავლო ან მეტი კუსკუსი გექნება რა და ჭიანჭველების კვერცხები რო ჭამო, ცუდია ძალიან. ამიტომ უეჭველი გაამრავლე. ბასტო სუპერსკიბიდის ინსტაგრამის პირველი ფოლოვერი ვიყავი და რამე პრიზი არ იქნება, ამჟამად 4 ფოლოვერი ვართ. ვა. არ ვიცი, ვეცდებით სერია დავდოთ, ის სერია რომელზეც სულ ვიძახი რომ უნდა დავდოთ თქო. ბასტო თუ ფანტასტო? ეს ტიმპიტაური დამპიტაურის კითხვა არის. რა თქმა უნდა ბასტო, იმიტომ რომ ბასტო არის სუბიექტი, ფანტასტო არის აქსესუარი. ბასტო არის ტიმპიტაური, ფანტასტო არის დამპიტაური. ბასტინიო ჭვიშტარი თუ ჭიშტვარი? ჭვიშტარი, კიტრიპამუდრის სალათი, კახურიზეთი, კინძი, ყველაფერს მირჩევნია ხინკალსაც, წვაცაც, ბურგერსაც. IQ რამდენი გაქვს? არ ვიცი რამდენი მაქვს IQ და მგონია რომ როგორ რაღაცა ეხაც რომ გავიკეთო, ჩავატარო IQ ტესტი რომ გამიკეთო, სად უნდა გამიკეთო IQ ტესტი? შენ უნდა გამიკეთო IQ ტესტი, ბიჭო. ანუ IQ ტესტი რომ გავაკეთო, ჩემს ადეკვატურ პასუხს ვერ მომცემს, იმიტომ რომ არის ხოლმე სიტუაციები, მაგალითად, როცა ვაფრისტაილედით ხოლმე ძმაკაცები, ფრისტაილი ანუ პრობლემად ვერ თობოდით მაგითი, მაგრამ ვაფრისტაილედ მე დავანებეთ დავი, ეხლა რომ დავიწყო გაფრისტაილება, პირ დავაღებ. ეგრე არის ხოლმე რომ გამოცანებზე თუ არ ჩემჭდარი და რაღაცას თუ გამოცანები და ლოგიკურ რაღაცებზე მსჯელობთ,
მაგ დროს უფრო მარტივად და ჩქარა გავაკეთებ IQ ტესტს, ვიდრე აი ამ წამს მაგალითად. ამიტომ არ ვიცი რამდენი მაქვს IQ და ეხაც რომ დამტესტონ ალბათ არც ეხა არ ეცოდინებათ. ჩემი აზრით, ბევრმა ვისაც გონია რომ იცის, არ იცის რომ IQ რამდენი აქვს, ჰიტას გარდა რა თქმა უნდა, ჰიტამ ზუსტად იცის. რამე კაი პროექტს არაპირებთ ბასტუნკი, ოქრო ხარ. მადლობა. კი ვაპირებთ ძალიან კაი პროექტს. ჰამაკი აპირებს ეხლა ერთ თვეში დაახლოებით ისეთ პროექტს აპირებს, რომ ჩემი გადმოსახედიდან თუ ყველაფერი კარგად წავიდა, დელიერი პირს დავაღებ, თქო, ბედნიერები და განცვიფრებულები. შენი საყვარელი შენობა რომელია თბილისში? ჩემი საყვარელი შენობა თბილისში არის ნუცუბიზის პირველი პლატოს მე-11 კორპუსი, სადაც გავიზარდე, სადაც ლაპარაკი დავიწყე, სადაც ფეხი ავიდგი. რა რჩევას მიცემდი ქართულ ახალგაზრდა სპორტსმენებს? რჩევას მივცემდი ესეც, რომ კაი კითხვა, შეუძლებელია ძმაკაცის დაბადების დღე, რავი, გულის სწორთან ერთად გასეირნებამ, ანუ აი გასეირნებამ, არა, მოდი, გაგულავებამ ესე ვიტყვი რა, გასეირნება მოსულა. რაღაცა სიგარეტის გასინჯვამ, მოსაწევის მოწევამ შეუძლებელია ისეთი სიამოვნება და აი რავი, დიადი ემოციები მოგანიჭოთ, რაც შეუძლია, რასაც შეუძლია, რომ სპორტში წარმატება მოგანიჭოთ. ანუ ეხა წარმოიდგინეთ თასის აწევაზე, რომ თქვენ ტელევიზორიდან ჩვენ რო ესე რო ყვირით და რო ჯღავით, წარმოიდგინე ვინც თვითონ თასს წევს ის რა ბედნიერია. ამიტომ თუ სპორტსმენი ხარ და შეგიძლია რომ თასის ამწევი იყო და არა გულშემატკივარი, ყოველთვის ყველაფერი გადადე და იჩალიჩე იმაზე რომ თასის ამწევი იყო, იმიტომ რომ მაგას სხვა ვერაფერი ვერ მოგანიჭებს, რომ გაინასყოს შენი ბრატი და უმაგრეს დაბადების დღე გადაიხადოს, დაიკიდე. რატომ უნდა გამოიწერო ჩემი არხი? თუ მოგწონს, აუცილებლად უნდა გამოიწერო, იმიტომ რომ უფასოა ერთი. მეორე რომ თუ გევასება მოტივაციას მაძლევს და მესამე ის რომ რატომაც არა. მაფიის რომელი როლი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად და რატომ სერიულით? არ არის ეგრე, არ არის ჩემო ანანასო ეგრე. მე ყველაზე მეტად მიყვარს დეტექტივის როლის მორგება და დეტექტივით თამაში, იმიტომ რომ ყველაზე ნამდვილი მაგ დროს ვარ. რონალდო თუ მესი? რა კითხვაა? რამე mind blow გამოუშვი? ახალი ხა შემხვდა ეს mind blow, ახალი არა, მაგრამ ახლა შემხვდა. ფურცელი არის დაახლოებით 0.05-დან 0.1 მმ-მდე სისქის რა და 50-ჯერ რომ გადაკეცო ეს ფურცელი ესე. ავა დაახლოებით 110 მილიონი კილომეტრის სიმაღლეზე. ხო mind blow იყო. ბასტო გამაგზე ვიდეო აღარ დაიდება, რა ხდება ახალი თქვით, რომ ეხა პროექტი იწყება და დაელოდეთ. მაფიაში მოგებული 10 კ რაში დახარჯე? ჟუაჩკებში, ჩუპაჩუპშებში და ეგ 10.000 რო ჩამერიცხა ვიყავით გერმანიაში სეტანტას გერმანიაში ვიყავით სეტანტა რო გაგვიშვა მე რაბანა და ფოფხა ევროპული თავგასავალი იყო სამარშრუტო ტაქსით რო წავედით და მთელი სოფლიო რო ევროპა რომ მოვიარდეთ რო ჩავედით და ეგ რო ყველა თამაში დავესწარით ისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სეტანტას და თუ გინდათ რომ აი ეს გენიალური კომპანიის პროდუქტი თქვენს ცხრალარად მიიღოთ გამოცდილება, როგორი კარგია, როდესაც მაღალ ხარისხში ქართველი კომენტატორების დაკომენტარებულ სპორტს უყუროთ, შეგიძლიათ ჩემი პრომოკოდი გამოიყენოთ ბასტო და ცხრალარად უყურებთ ყველა სპორტს, პოლოს, რავი, ხელბურთს, ჯოგბურთს, ბრძოლა წესების გარეშე, ბრძოლა წესებით და ყველაფერს საერთოდ სად ვიყავი, სად გადავედი მაფიაში 10 კრაში დავხარჯე იმაში, რომ ევროპულ თავგადასავალში ვიყავით სეტანტას პროექტიდან და გზაში ჩამერიცხა და ახლობით აი ალბათ სად ვიყავი უნგრეთიდან მივდიოდი იმაში რა ქვია ჩეხეთში მანდ ჩამერიცხა და შესანიშნავად მოვი ევროპე. რას ფიქრობ პირამიდებზე თო? რავი შენ ზომოსვიცა რას ნოფიქრობდე წვეტიანია. პირამიდებზე იმას ფიქრობ რომ ჩემი აზრით პირამიდები არის როგორც თქვი საოცრების მესი. ანუ არსებობს პირამიდა არის ერთი საოცრება და დანარჩენი 6 საოცრება მსოფლიოს დანარჩენი საოცრებები. ძალიან მაგარი არის, ძალიან ბევრი არ ვამბობ იმას, რომ რაც კი არსებობს მაგის ირგვლივ შეთქმულების თეორია, ყველა დამაჯერებელია, ან აქვს რაღაცა აზრი მაგას, მაგრამ რომ არსებობს უკვე და რომ სახალისოა, ამიტომ პირამიდებზე იმას ვფიქრობ, რომ კარგია რომ არსებობს. მოყევი შენი და კორსის გაცნობის ისტორია.
ქოროს დაურეკე, კი და მიუწერე, რომ მეთქი ესე ჰამაკის რაღაცა საქმე მაქვს მეთქი შენთან, კაიო შევხვდეთო, მეორე დღეს შემთხვევით შევხვდი ბატაში, თბილისის City Mall-ში შემთხვევით, შევხვდეთო დავწერეთ და მეორე დღეს შემთხვევით შევხვდით და იქ გავიცანით, მე ფეხბურთი ვითამაშეთ და მე ვიბასრეთ, რომ მოდი ჰამაკი გავაკეთოთ, თქო და ბაზარი არ არისო. რომელი მანქანები მოგწონს? მე მომწონს იტალიური მანქანები, ყავისფერი ტყავის სალონით. სოფლის ნობათისა სანდეს პროდუქციას თუ ყიდულობდი, არა მე პირდაპირ სკლინს ყიდულობდი ხოლმე, არ მიყვარს ეს გადამუშავებული რაღაცეები. პასტო, ბლასტო იქნებოდი აფეთქების სუპერ ძალით თუ ფასტო სუპერ სიჩქარით. ძალიან მომწონს ეს კომენტარი. ანუ ძალიან კარგი, აი კრეატიული კომენტარია, ბლასტო თუ ფასტო, good job. წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში და დარწმუნებული რომ წარმატებული იქნები, მაგრამ ვიქნებოდი ფასტო, იმიტომ რომ ჩქარა გავაკეთებდი რაღაცებს და ბლასტ ვაფეთქებით რა უნდა ავაფეთქო, არ ვიცი. გიყვარვარ თუ კიდი ვარ, ნეიტრალურად გადახრილი უფრო სიყვარულისკენ. საყვარელი მესის გოლი. მესის საყვარელის გოლი. საყვარელი მესის გოლი არის ჩემი ყველაზე ლამაზი რაცაა ჩემთვის ახლა ის ანკარა მესი არის და Arsenal-ს რო თავზე გადაგვიდა მეკარეს და მე რო დაარტყა. ბასტო, მაგრამ მე ვასები არ მოკვდებ. ვცდილობ ძმაო მაქსიმალურად. შენი აზრით ადამიანები ცხოვრობთ რაღაცა წინასწარ გაწერილი სამყარული კოდით, რაც ხდება საჭირო რომ მოხდეს, თუ უბრალოდ აწყვა მხოლოდ რეალობა, რომელიც აწყვეს სხვა ყველა მოვლენის საფუძველია. ეს თუ არ მომწონს აქ რა, შეხედე, ეგ არის იდეოლოგიას დამოკიდებული, რანაირად ფიქრობ. ჭეშმარიტება არის მარტო მეორე ნაწილში, რომ აწყვა მარტო რეალობა, კი, აწყვა მხოლოდ რეალობა. ანუ აწყვა არსებობს, წარსული აღარ არსებობს, მოვალს ჯერ არ უარსებია. ანუ აწყვარი ერთადერთი რეალობა, კი, მაგრამ იდეოლოგია თუ არის რომ შენ ან წინასწარ გაწერილზე არ მაქვს საუბარი, თუ რაც ხდება საჭიროა რომ მოხდეს, იდეალური იდეოლოგია, იმიტომ რომ შეხედე, თქვათ არის რაღაცა პრობლემა გაქვს და მოდი ავიღოთ პრობლემა და ორი ვარიანტია, მოგვარებადი და მოუგვარებელი. თუ პრობლემა და შენ თუ ფიქრობ რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება ცხოვრებაში რომ უნდა მოხდეს და მან რაღაცა გასწავლოს, მოგვარებად პრობლემას მარტივად მოაგვარებ და არ დაგთრგუნავს და არ დაგსტრესავს და უფრო ისე იქნები და თუ მოუგვარებელია, ისაც მოუგვარებელია და ვერაფერს ვერ შეცვლი. ამიტომ კარგი იდეოლოგია რო არის რომ თუ რაღაცა ცუდი ხდება, მიიღო, იმიტომ რომ ამითგან რაღაცა ისწავლონ, რაღაცაზე დაგაფიქროს, ბევრად გაგიმარტივდა ცხოვრება რა. თორე ყველაფერი დაწერილია და მოდი ახლა დინებას გავყვები, ეგ არ მომწონს ეგ იდეოლოგია. ტოპ 5 ზაფხულის სუნამო. მოდი ტოპ 5 ზაფხულის სუნამო. Louis Vuitton-ის Imagination-ი, Armani-ის პრივხაზის Blue Lazuli, Histoire de Parfum-ის This is not a blue bottle 1. ანუ 1.2, Ingenious Ginger-ი Goldfinch Banks-ის და მოდი რა იყოს ბოლო რამე ხო აქეთ შევხედო. Torino 22 რა თქმა უნდა ზერჟოფის. შენი აზრი ფერმის პარადოქსზე. მოდი აქ მაგაზე საუბარს არ დავიწყებ. საინტერესო რაღაცას ვიტყვი, რომ წარმოიდგინეთ მსგავსი რაღაცა ფერმის პარადოქსისნაირია რა. წარმოიდგინეთ დროის მანქანა ოდესმე რომ თუ გამოიგონებენ, უკვე ნამყოფები უნდა ყოფილიყო. ანუ ჩვენ ვიცოდეთ თუ ანუ რახან ჩვენთან დროის მანქანიდან ტიპი არ მოსულა, ესე იგი არასდროს არ გამოუგონებია დროის მანქანა. ხო. ეგეც რა ხდება YouTube ლიგაზე და გვაინტერესებს რატომ YouTube ლიგა. რა ხდება YouTube ლიგაზე? ბიჭები ფეხბურთს თამაშობთ და რატომ YouTube ლიგა? იმიტომ რომ YouTube-ზე არის და მეტად შემთხვევაში YouTube-ები არიან. ვაიმე დედა. რას ფიქრობ ამ მოსაზრებაზე? თანამედროვე საზოგადოებაში ტერმინმა ძმაკაცმა შეცვალა ის თუ როგორ აღიქვამთ მეგობრობას და როგორ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს. სიტყვა მეგობარს, რომელიც წარსულში გულისხმობდა ნდობას, მხარდაჭერასა და ურთიერთსიყვარულს, თითქოს ფასის დაკლება დაეტყო. მეგობრობა როგორც ღირებულება თანდათან გახუნდა, ხოლო ახალი ტერმინი ძმაკაცი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანების აღსაწერად. ძმაკაცის ცნება გარკვეულ იერარქიას ქმნის მეგობრობაში. ხშირად ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მეგობრებად მიიჩნევიან, ნაკლებად ფასდებიან და თითქოს რაღაც დანაკლისი აქვთ, რადგან ძმაკაცის სტატუსამდე ვერ აღწევენ. შედეგად მეგობრობა გახდა ერთგვარი იერარქიული ურთიერთობა, სადაც მხოლოდ ყველაზე ახლო კავშირების ენიჭება თუ უმაღლესი ღირებულება. დანარჩენები კი თითქოს ჩვეულებრივ ნაცნობებად აღიქმებიან. ვაიმე
ამას მოყვა ურთიერთობის გამარტივება და ზედაპირულობა თითქოს თუ მეგობარი ძმაკაცობის დონემდე ვერ აღწევს, ის ნაკლებად ღირებულია. ადამიანებს შორის გულწრფელი ურთიერთობა დეფიციტური გახდა, რადგან ყველას სურს ყველაზე სანდო ძმაკაცური კავშირები და ამასთან ერთად ნელა-ნელა უკანა პლანზე გადავიდა ურთიერთობები, რომელიც უფრო ფართო წრის ფარგლებში გეგმებოდა. მეგობრობის ფასი თითქოს გაქრა, რადგან ის მხოლოდ ერთეული ადამიანებთან გვაკავშირებს, ხოლო დანარჩენებთან ურთიერთობები უფრო ფორმალური და ნაკლებად სიღრმისეული ხდება. ამიტომ ძმაკაცობის ცნება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ურთიერთობისთვის პოზიტიური ელფერი შეძინა, მაინც შეამცირა ადამიანების მზადყოფნა, მეგობრობა, ღირებულება დაექვა. ეს ტენდენცია საზოგადოების ურთიერთობების ზედაპირულობას ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის, რაც საბოლოოდ ხელს უშლის მრავალფეროვან და გულწრფელ მეგობრულ კავშირების შენარჩუნებას. ეს ეგრე აღარ არის ჩემი აზრით რა. ანუ ეგ ხა ადრე იყო ცოტა რომ აი ძმაკაცი. ან ახალ ჩემთვის ადრე იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდებს შექშვენთ ეს ამბავი. არ არის განსხვავება რა, არავის არ არის ჩემი ძმაკაცი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს რა. არსებობს ორი სახის ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია წრფელ სიყვარულზე და მეორე ურთიერთობა არის საინტერესის, ანუ იდეოლოგიური ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც შეიძლება საერთოდ ნეიტრალურად იყოს განწყობილი, არც ყავდეს ნანახი, მაგრამ საინტერესო ინტერესები ქონდეთ საერთო და რაღაცა საინტერესო აზრებს ცვლეთ ერთმანეთში. ანუ ეგ არის საბოლოო ჯამში რა. ან ტიპისთვის რაღაცის გამკეთებელი ხარ, ან არ ხარ გამკეთებელი. ან ძმაკაცობა პროსტა არის რაღაცა იერარქიასავით, ხო, ანუ ადრე მაგალითად მეგობარი, 20 მეგობარი ყავდა, ამ 20-დან 10 მაგარი მეგობარია, მაგარ მეგობარს ხوار და ოძახი ეძახოდნენ ძმაკაც. ამ 10 ძმაკაციდან 3 ყველაზე მაგარი ძმაკაცი და ყველაზე მაგარი ძმაკაც ხوار და ოძახებდნენ და უცებ იმ 3 ძმაკაცში ცოტა სხვა შუტკა გაიხსნა, რომელიც სხვა ძმაკაცებში არ იყო და დაიკიდე რა, ანუ არ არის ესე რა, ანუ ან რო გაიზრდები შეიძლება სხვანაირად დაალაგო. მომახვედრე უბრალოდ ვიდეოში. რატომ ბასტო და არა მაგალითად ქორო? ვერ ჩავწვდი ამ კითხვას. იმიტომ კითხვა ვერ მოიფიქრე, პროსტა ჩამს რა ხდება. Social around the world გააპიარე. Social around the world, ყველაზე around the world in the world. არ ვიცი რა კითხვა დავსვა და ვითომ რამე საინტერესო კითხვა დავსვი. შენი აზრით რა აზრი აქვს ცხოვრებას? შენ ეს რეაქცია ცხოვრებას მიაღწევ რაღაცას და მაინც მოკვდები, გახდება ბეიბი ფუცნობილი თუ არა მაინც მოკვდებით, რა აზრი აქვს ცხოვრებას. ძალიან ისეთი ნიჰილისტური განცხადება არის. ჩვენ ესე გეტყვი რა. ჩვენ ვართ ადამიანები ემოციებზე მონადირე არსებები, ანუ ემოციების გამო ვაკეთებთ რაღაცებს, ანუ ემოციების გამო მოქმედებთ და ემოციების გამო ვშრომობთ. ეხლა წარმოიდგინე, აი ეს ერთი მაგალითი რო ავიღოთ რა, რომ ფილმი აიღე და ამ ფილმს უყურებ. ხო იცი ეს ფილმი ისედაც დამთავრდება. ხო იცი ეს ფილმი არ არსებობს, ანუ ვიღაცის დაწერილი რაღაცა მოფიქრებული რაღაცა, ანუ ზეგავლენას ვერ მოახდენს რეალობაში ვერაფერზე. და შენ ამ ფილმს მაინც უყურებ, იმიტომ რომ საინტერესო იქ რაღაცა ემოციებს გაწვდის იქ იმას რა ამას რა როგორ დამთავრდება. აი გაცხოვრება, ოღონდ კიდე უფრო რეალური, შეგრძნებებით დამატებული იყვნენ სვა, ტკენა, სიხარული, გემო და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცაა გამოსაცილი, დედამიწა ვერასდროს ვერ ამოწურავს თავის რესურსს და სულ რაღაც იქნება ისეთი, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს. და როგორც კი სამყაროში საინტერესო აღარაფერი აღარ იქნება და ადამიანს ადამიანს ინტერესი გაუქრება და мотиваცია აღარ იქნება, მან დასრულდება ყველაფერი, ანუ მან გაქრება კაცობრიობა. ვერანაირი ბომბი ვერ გააქრობს. ეგ გააქრობს თუ გააქრობს, ინტერესის არ ქონა. სუპერსკიბიდის გააგრძელებთ, რთულია გადაღებები, ძალიან რთულია, გაგრძელები გვინდა, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებთ. დამჯდარი 200 საკენწლი ვერა. როგორ შეიქმნა ჰამაკი? მოვყევი ამაზე როგორ შეიქმნა, რას ფიქრობ, ეხლანდელი მესი უფრო მაგარია თუ ეხლანდელი რონალდო, ანუ ეხლანდელი მესი და ძველი მესი, ძველი რონალდო, ძველი, ანუ სუ მესი. დალაგე ტოპ 3. სოსო, ნიკა, ჰანგრიმენი. აი იუთუბერებზე ან მკითხოთ, გთხოვთ არაფერი, აქაც წერია ტოპ 3 ქართული არქივო და ყველასთან ძალიან მეგობრობ და მაშინ ძალიან ცლად უნდა განვიხილო და დაიკიდეთ. შენი აზრი კაცის სახინკლეში მიმტანის გამო შევიდა თუ ხინკლის? ადამიანო მიმტანთან ყოფილი 3 მიმტნეთში შევიდოდა და რა სახინკლეში. უნივერსიტეტი დაამთავრე, მივატოვე სწავლა, მაგრამ არ მომფრო ეს ოპტიმალური ან რაღაც კარგი ვარიანტი, უბრალოდ ჩემი
მე მაქვს ჩემი მიზეზი, ცხოვრებაში დაკარგული ვარ და ფინანსური დამოუკიდებლობა მეჩქარება. ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე და სამი მთავარი გამოცდილებიდან დაგროვი რჩევა რომ მომცი. აუ ძალიან რთულია ესე რა. აი მომწერე თუ გინდა და რაღაცებს ეხა რომ დავიწყო სამი რჩევა, ეგრე არ არსებობს ფინანსური კეთილი და გიცნობდე მაშინ რა წარმოადგენ, რა შეგიძლია, სად შეიძლება შენი თავი იპოვო, სად შეიძლება ადამიანს გამოადგე რაც ფულში გაცვალო. ანუ ეგრე არ არის რომ სამი რჩევით უცებ რაღაცას შეძლებ რა. სიყვარულის შეგრძნების გარდა რა გინარჩუნებს იმედს და სიცოცხლის შეგრძნებას და გიბრუნებს კრიტიკულ მომენტებში. არ ვიცი მე თუ სწორად გავიგე, გეტყვი რა მაძლიან мотиваციას რა. მე რო ღამე დავწვებოდი ხოლმე ბავშვობაში რაღაცაზე ვოცნებობდი, როდესაც ადამიანი რაღაცაზე ვოცნებობს და წარმოიდგენს და აი რაღაცებზე ფიქრობს, 1%-ით გრძნობს იმას, რაც სინამდვილეში მომხდარიყო, რასაც იგრძნობდა. და ეგ 1% ისე მისწორდება ხოლმე რომ წარმოუდგინე დანარჩენი 99%-აც რო შევიგზავ რა მაგარ იქნება და ეგ სიმაგრე მაგრძელებინებს და მაგრძელებინებს. ვინ ხარ შენ? შენ ის ხარ რაც ხარ? თუ შენ სხვა ხარ და ის სხვა ვინ არის თვითონ ტვინი? ჩემი აზრით არც თუ ისე ცნობილი ვიდეოდან სადაც ექიმიკო ანუ ეს არ ვიცი. ვინ ხარ შენ? შენ ის ხარ ვინც რაც ხარ თუ შენ სხვა ხარ და ის სხვა ვინ არის თვითონ. ბოდიში წარმატებებს გისურვებ, მომწონს შენი კონტენტის სტილი და არ მეგონა თუ ოდესმე ჩემი აზრით face to face კონტენტი ასე გამისწორდებოდა და ერთი ამოსუნდით უყურებდი და ხოლმე და მსგავს ვიდეოებს და დავუთმობდი დროს, როგორც შენ ვიდეოს უთმობ, მადლობა. ჯიგარი ხარ, ძმა, ამ ხელს აქ იმიტომ ვირტყავდი, რომ ამას ვაკეთებდი, როცა ძალიან გრძელი ეწერა და არ გაჩერდა. ვა, 51 წუთია უკვე მიდის. ენერგია საიდან იღებ? კლონები ყავს სხვა სამყაროში და მედიტირებენ? რა არ ვიცი, შეიძლება. მართლა, იმიტომ რომ აი ხა ჩიპასის გადაღებაც რომ დავდიოდი ხოლმე, არავის არ ჯეროდა რომ არაფერზე არ ვიჯექი, ანუ არა და დილას ყავას ვამდი უბრალოდ რა. და ანუ შესაძლებელი არის რომ ვიღაცა ძალიან ცდილობს მედიტირებს ჩემს მაგივრად და ძალიან ცდილობს რომ ენერგია მომცეს, იმიტომ რომ მართლა ეგ რა ანუ აი მართლა მაქვს რა ძალიან ბევრი ენერგია მაქვს. ცოტა ჩემებურად კითხავ და თან შენებურადაც სად რა მდგომარეობა სიტუაციაში გაანალიზებდი რომ გაპიკე, ანუ პიკში ხარ ცხოვრების ისეთ მომენტზე, სადაც ფიქრს შეწყვეტ პრობლემებზე და უბრალოდ შეირგებ ცხოვრებას, თუნდაც ვერ მივხვდი მიღწეულ მიზნებზე თუ მაინც ვერ მივხვდი აუ რა ამჭირს. თუ მაინც ვერ მივხვდი მიღწეულ მიზნებზე გელაპარაკები. როდის გავპიკა, ვიცით, აი ჩემი პიკი რა იქნება რა. ჩემი პიკი იქნება, რომ საკუთარ თავს მივცენ იმის უფლებას, რომ დავისვენო. 5 წელია საქართველოსიდან არ გავსვლარ ჩემი ნებით დასასვენებლად. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სამეგრელოში მაქვს კარგესი სახლი, ულამაზესი ეზო, ჩემი საყვარელი ადგილია, მეზობლები ძალიან კარგი ხალხი, ანუ ძალიან კაი სიტუაცია და რელაქსისთვის ალბათ ყველაზე მაგარი ადგილია ჩემთვის. 5 წელი არ ყოფილვარ მანდაც რა, იმიტომ რომ არ ვიცი, რომ წავიდე იქ უფრო დავიღლები, იმიტომ რომ წამოვწები, ხალხშია წავწები, მარტო იმაზე მეფიქრება, რომ ეხა იქ რო ვიყო, რეალის გაკეთება შემეძლება. ალბათ საკუთარ თავს რო დასვენების უფლებას მივცემ, მაშინ მივხვდები, რომ აი რაღაცა გავპიკე რა. და კიდე ალბათ რომ საქართველოსთვის, ერისთვის, ქვეყნისთვის რაღაც ისეც გავაკეთებ, რაც დაფასდება, როგორც საქართველოს სამოყო შვილი და არა როგორც აი ტიპი რომელმაც მაგალითად თავის ცოლს რაღაც უყი და თავის მაკაცებს რაღაც უყი და ანუ აი საქართველოს რაც იმოქმედებს. რამე საიდუმლო გაგვიმხილე. ეს ნანუკას ფეიკია, გავამხილე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ვიდეოები ყველა ისეთ ინფორმაციას მოიცავს და ძალიან საინტერესოა, მე მაინც დაგისვამთ კითხვას იმ ვიდეოზე, სადაც თქვენ პირამიდებზე მოგვიყევით. გაიგეთ თუ არა რაიმე ახალი იქნებ, გადაიღოთ ერთი სრული ვიდეო, სადაც ყველაფერს განიხილავთ. მე ვუყურე ჰიტას ვიდეოს და ძალიან საინტერესო იყო, ფიქრობ, თქვენი აზროვნების და დანახულების ფაქტები ძალიან საინტერესოა. ძალიან მიყვარხართ, დიდი ხანია გიყურებთ SPS, GPS მაფია, ჰამაკი, YouTube-ლეგა და სხვები. იაჩოგაძე, ძალიან დიდი მადლობა იაჩოგაძემ ყველაფერი ჩამოთვალა, სადაც მონაწილეობა მიმიღია. რაც შეეხება პირამიდებს დარწმუნებული არ ვარ. მე ვარ ეხა არაკომპეტენტური ვარ მაგ საკითხში, იმიტომ რომ არც ეგვიპტეშიც კი არ ვარ ნამყოფი, რაღაცებს ვკითხულობ და როგორც ვამბობ, რომ ანუ ვერავის ვერ ავირჩევ ავტორიტეტად. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ფრთხილად შეარჩიეთ ავტორიტეტი, შეიძლება განათლებული იყოს ადამიანი, მაგრამ ნაგლი კეთილს, არაკეთილს ინდიცერი მატყუ არა იყოს, არა, ანუ არ ვიცი რა არსებობს აქეთ ამ ხარ რომელიც რაღაცებს ბაზრობენ რომ ამის ქვეშ ის არისო, იქით ამობენ რომ სისულელე არისო. მე შუაში ვდგავარ და თქვენთან ერთად დაველოდები ვინ აღმოჩნდება მართალი. ბასტო ფანტასტო შენ 16-იან არის გვაქვს დაბადების დღე ისევე როგორც რეზის. აბა რა რეზი ძალიან ჯიჯი. პლეილისტთან ხშირად რასაც უსმენ სამი რომელიმე კონკრეტული. აი ბოლო პერიოდში ახლა უსმენ
ათაბაბადანი და ნიგრინის მუსიკა არის არ მახსოვს სახელი არ მახსოვს რომელიც ძალიან მაგარი არის კიდევ უსმენ ეგზიბიტი დრეს და ემინემის კოლაბი არის და ემინემის no loves ხოლმე რა რომ ისეთ ენერგიაზე მოვყავარ შენი აზრით ზებრა თეთრია შავი ზოლები თუ შავია თეთრი ზოლები ამაზე ერთადერთი პასუხი რაც ვიფიქრე ადრე რომ მკითხეს იყო რომ თუ ძროხა არის შავი ისა თეთრი შავი კოპლებით ხო თეთრი შავი კოპლებით ესე იგი ზებრაც არის თეთრი შავი ზოლებით რას გააკეთე დედამიწაზე მარტო რომ დარჩე ყველა მარსზე წავიდა შენ ალერგია აქვს მარსზე ვერ წახვედი არ ვიცი აქედან მეთქი თქვენ ბანძებო მე დედამიწაზე ვარ თქვენ მარსზე თქო თქვენ საწოდავებო თქვენ ამას ხო რო ამის ფასალარია სკოლაში შენი საყვარელი საგანი და ყველაზე არასაყვარელი საყვარელი საგანი ალბათ ერთადერთი მათემატიკამ შეძლო რომ სულ ტონუსში ვყოლოდი და ყველაზე არასაყვარელი იყო არ ვიცი რა ქიმია BMW თუ Mercedes-ი ორივე Mercedes-ი უფრო ადამიანმა უნდა შეცვალოს სამყარო თუ სამყარომ უნდა შეცვალოს ადამიანი როგორ რაღაცა იცი ადამიანები ვიბადებით რაღაცა რომ არსებებად და მე ზეგავლენას ახდენს სამყაროში გულისხმობ ყველაფერს საერთოდ რაც ამ სამყაროში ვხედავთ ჩემი აზრით ადამიანი სამყარომ ზემოქმედება უნდა მოახდინოს ადამიანზე რომ მე ისეთი ზემოქმედება რომ ამ ადამიანმა მოინდომოს სამყაროზე კარგი ზემოქმედება ანუ რაღაცა კანონზომიერებაში უნდა იყოს რომ სამყარომ ადამიანზე მოახდინა ისეთი ზემოქმედება რომ ადამიანს მოუნდეს სამყაროზე კარგი ზემოქმედება ეს არის აქ მან უნდა დავლაგდეთ ეს თუ დავლაგდა კაროჩი ყველა კარგად იქნებით YouTube როდის დაიწყება სექტემბერში დავიწყებთ გავრცელებულია განსაკუთრებით ახალგაზრდებში რომ საქართველოში ვერაფერს მიაღწევ რას ფიქრობ ამ თემაზე მე ნაწილობრივ ვეთანხმები ნაწილობრივ არა თუ პატრონი ყავს ეგეთ ტიპებზე არ ვსაუბრობ და თუ არ ყავს ხო ყველაფერი ძალიან ძნელია დღეს მიღწევადი და შესაძლებელი მაგრამ რას ფიქრობ დიდი ძალისხმევა ამ ქვეყანაში ჩადოჯობია თუ სხვა ქვეყანაში სადაც იგივე ძალისხმევით პირად მაღალ დონეზე იქნები ამ თემაზე საინტერესო იქნება შენი მოსმენა ყველა თემაზე საინტერესოა მადლობა ესე იგი ორად გავყოთ მოდი შენ თუ გინდა რომ მაგალითად თქვათ კარგი სამსახური გქონდეს სადღაც აი მაგალითად დასაქმებული იყო ანუ employee იყო მაღალი ხელფასით საქართველოს არ არის კარგი ადგილი მაგრამ თუ გინდა რომ მაგალითად დამსაქმებელი იყო საქართველოს идеალური ადგილია იმიტომ რომ ყველაფერი თავისუფალი ანუ მოთხოვნა ყველაფრის უფრო მეტია ვიდრე მიწოდება ამიტომ ბიზნესმენი თუ გინდა იყო ალბათ კარგი ადგილია საქართველოს და თუ გინდა რომ დასაქმებული იყო მაღალი ხელფასით არ გინდა ზედმეტი პასუხისმგებლობები და რისკები აგისთვის არ არის კარგი ანუ პლუსიც აქვს და მინუსიც აქვს რაც შეეხება პატრონს არას გულისხმობ ეგ მაინტერესებს თუ პატრონს გულისხმობ ვინც რჩევას მოგცემს და мотиваციას მოგცემს რომ აბა მიდი მამა აბა მიდი დედა აბა ეს გააკეთე მაშინ თუ არ ყავს ეგ პატრონი ანუ მაგ სტილის ისა мотиваტორი შენ უნდა მიქონდეს ეგ შენი мотиваცია უნდა იყოს რომ შენი შვილის мотиваტორი იყო და თუ იმ პატრონზე იძახი რომ ნეპოტიზმით სადღაც შეგაგდოს და მოგაწყოს ეგეთ პატრონს ერთსაც არ ურჩევ იმიტომ რომ როდესაც ბრძოლის გარეშე და დამსახურების გარეშე ჯილდოს იღებ მაგ ჯილდოს გემო არ აქვს აი იგივეა რომ აი აიღო მაგარი სტეიკის ნაჭერი აი იდეალურად შემწვარი აი ძალიან გემო აი ჩაკბიჭო და არაფრის გემო არ ქონდეს რატომ მესი? იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ვისაც კი ბურთს ვისაც კი უთამაშია. ბასტო, ესეთი რამ მაინტერესებს. ბევრჯერ გექნება შენს თავთან გავლილი ეს საკითხი, თუნდაც ბალიშთან განმარტებებისას. რამდენად გრძელვადიან საქმიანობად განიხილავ YouTube-ს. ხომ არაპირებ რამე სხვა საქმიანობის დაწყებას ფინანსური სტაბილურობის გამო. ან თუ დაიწყებ YouTube-ს ხომ არ მიატოვებ. რამე კონკრეტულ პერიოდს ასაკს დროს ეტაპს უკავშირდება YouTube-ი თუ მუდმივ საქმიანობად განიხილავ. YouTube არის საქმე. ჩემთვის ეს YouTube არის საქმე. ეს არის შემოსავლის წყარო. შემოსავალიც მაქვს აქედან, მაგრამ არ არის მთავარი შემოსავლის წყარო. მთავარი შემოსავლის წყარო იქნება ალბათ რაღაც პროექტები, რასაც დავაორგანიზებ, გავაკეთებ, იმას ვიზამ. ეს არის ჩემი საქმე. ჩემი საქმე რომ დავიბადე დედამიწაზე, რომ მომეცა რაღაცა ტვინი თავში, რომელთაც ფიქრობ, რომ რაღაცაზე შეიძლება სწორად ენერგია მაქვს იმდენი რაღაცაზე ვილაპარაკო, ავხსნა, არ დავიღალო და გადმოგცეთ. აი ეს თუ მაქვს მე თუ თulet რომ ეს ჩემი ნიჭია ეს არის ჩემი საქმე, ეს უნდა გავაკეთო, სულ რომ არაფერი აქედან არ მქონდეს, ჩემი ვალია რომ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ ეს არის საქმე. ამიტომ ეს არაფერს არ უკავშირდება. სანამ კამერა იქნება, სანამ თქვენ იქნებით და სანამ მე ვიქნებით, ეს არხიც იქნება. შემოსავლის გამო კიდევ ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება რა და რა ვიცი, ეს კიდე შეიძლება აქედან შეიძლება ზუსტად ბევრი შემოსავალი არ იყოს, მაგრამ ამან შეიძლება გზა გამიხსნას სადღაც სხვაგან, სადაც შემოსავლის წამოღება შემეძლება. ამიტომ არ ვჩქარობ არაფერს, თქვენ თვალწინ მინდა განვითარდეთ, თქვენ თვალწინ აგერ ვზივარ ადამიანი თავის ოთახში
თავისი თუ აკეთებს ყველაფერს, კი გააკეთა მანამდე რაღაცეები, მაგრამ მინდა რომ თქვენ თვალწინ რაღაცა წერვალებზე ავიდე, რაღაც წარმატებას მივახციო და პარალელურად გესაუბროთ რას გავდივარ, როგორ გავდივარ და თუ რამე მარტივი მეთოდი მოიფიქრე, აუცილებლად გეტყვით. ეს არის ჩემი საქმე. ტოპ 5-ის უნამო. 3-ს გეტყვი რა. ჰეროდი ერთი რომელიც მაგრად მევასება სუნი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სუნი აქვს, მაგრამ არ ძლებს. ტორინო 22 ძალიან მევასება ჩაის სუნი აქვს, ძალიან მომწონს და ვინაც ყველაზე ხა მეტად ვიხმარე ხა ბოლო პერიოდში არის მოდი ავთქვათ, რა ვთქვათ, ამ პარდონი უნდა ვთქვა, ნიშანეს პაპილეფიკო. მოდი ორივეს ვიტყვი ხო ტოპ 5 თქვი და მე 5-ესაც ვიტყვი მაშინ ეს იყოს, ახლა იქ ჩემს უნამოებს ვუყურებ, რამე არ გამომრჩეს კი არა და უცებ შეიძლება გამახსენდეს. ის რა ქვია, ინვაზიონ ბარბარ MDCI-ის. რომელ ფოლადას იცნობ? ეკი არ ითვლება. თორნიკე ფოლადაშვილს უნდა რომ თორნიკე ფოლადაშვილი ვთქვა. თორნიკე ფოლადაშვილი არის ადამიანი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ მეთქი გამაზე ხო არ გავუშვათ, მეთქი მაგარი ენერგია აქვს. მე რომ ლაპარაკში მაქვს, იმას ტანში აქვს ენერგია, ყურებით გაწევს მატარებელს ძალიან გრძელს, რავი, 100 მეტრიანს. და მეთქი ხრიდოლის ის იყო თან, სენსეი იყო, ხრიდოლი არის ქართული ორთაბრძოლის ტექნიკა რაღაცა და სტილი. და მე მივხვდი რომ იქ მუშტიკრიები აგამა და აზრი არ აქვს თქო, მაგრამ გალახავდა ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ ფოლად აქედან სალამი. პანტერა ესეც ჩემი მეგობარი, როდესაც ადამიანი ახალ ცხოვრებას იწყებს, რეალურად ახალს იწყებს თუ უბრალოდ ძველ სხვა სიტყვებით ყვება. ჰაი ადამიანზე მაქვს ადამიანის ახალ ცხოვრების თავიდან დაწყებაზე მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება არ არსებობს, შეიძლება ცხოვრების შეცვლა, მოპირკეთება, გადაკეთება. აი მაგალითად აი ესე კარგად ეხა უყურეთ ვიზუალიზაცია მოხდეთ. აი ესე აწყობ აგურებს რა, ადებ აგურებს და შენ ზემოთ ადიხარ რა და წითელი აგური და შენ ამ წითელ აგურებზე ადიხარ და სადღაც ხვდები რომ ეს წითელი აგური აღარ გინდა, ეს წითელი აგური შენი არ არის, ამ წითელ აგური აღარ შეიძლება და მწვანე აგურით გინდა გააგრძელო გზა. შენ ამ აგურებიდან ვერ ჩამოდიხარ, ანუ ეს აგურებზე დგახარ, მაღლა ხარ, ვერ ჩამოხვდე, მოკვდები. ამიტომ უნდა დააშენო ამ წითელზე იმდენი მწვანე, რომ ზემოდან რომ გადმოიხედები, ის ქვევით ის წითელი აღარ ჩანდეს და სულ მწვანე იყოს. ანუ ეგ არის ცხოვრების შეცვლა, ანუ უცებ ცხოვრება შევცვალო, მოდი სახელი უნდა გადაიკეთო მაშინ, მშობლებს გამოექცე, იქ ისქნა, ქვეყანა შეიცვალო. აი ეგ შეიძლება ახალ ცხოვრების დაწყებად იქცეს, მაგრამ მოგონებები მაინც შენთან რჩება. ცხოვრების შეცვლა ეგრე შეიძლება, რომ ბევრი სხვა რაღაცით უნდა გადაფარო ძველი რა, ეგ არის. ბასტო გუნჩი ბეიბი ბუბუს მეძახნა და რა ვქნა. მადლობა გადავხადე ჩემგან. ჯერ ცხვირი შედის თუ შენ შედიხარ. ქორო შემთხვევაში. კაი, მოდი ესე ვქნათ, რომ ჯერ ცხვირი თუ ამ ფასში შედიხარ, ჯერ ცხვირი შედის, რა თქმა უნდა, თუ ვიწრო შესასვლელია და ესე გვერდულად შედის ეს ლაგეწერს, ხარი. ბასტ, ჩემი მესი ხარ. ძმა ხარ. ჩაის რა მივაყოლო ხოლმე. თუ ყველაფერი გაქვს საერთოდ რაც დედამიწის ზურგზე ასვავს ყური და ხიზილავა და კარაკი. ილოსთან შენ პოდკასტში უსმე შენი აზრით ქართულ YouTube-ზე რატოა პირველ ვიდეოზე დამასპონსორეთ თავარი მესეჯი და შენ როგორ თვლი მსგავს ტიპებს საერთოდ უნდა იყვნენ YouTube-ზე, რავი რატომაც არა იყვნენ. თუ შეცდომას უშვებენ რაღაცას, გამოასწორებენ რა, შენ რას გიშლიან, ხო? და თუ ფიქრობ რომ ცუდია, დაუკომენტარე რომ მეგობა რომ გიყურებ, მაგრამ ეს მესეჯი დაიკიდე და შეიძლება იმ ადამიანმა გაიგოს რაღაცა და ვიღაცის ცხოვრებაში რაღაცა წვლილი შეიტანო. ანუ ეხლა წარმოვიდგინეთ ტიპისთვის, ვისაც სიკეთის გაკეთება უნდა, ქუჩაზე გარდამავალი ბებო, შანსია მისთვის, რომ ქუჩაზე გადაიყვანოს და სიკეთე გააკეთოს, ხო? თუ სიკეთის გაკეთების საჭიროება საერთოდ არ იქნება სიკეთეს როგორ გააკეთებ. ამიტომ თუ ვიღაცა რაღაცას არასწორად აკეთებს, ეს შენი შანსია, რომ შენი აზრი დააფიქსირო და ის ადამიანი შეიძლება ვერც ხვდება რომ ცუდს აკეთებს რა. რას გირჩევდი სკოლის მოსწავლეებს? გირჩევდით იმას რომ ერთმანეთში ხშირი კომუნიკაცია გქონდეთ, ესაუბროთ ერთმანეთს ძალიან ბევრი. სუებაზრეთ ერთმანეთს რაღაც ახალს გაიგებთ, სულ უთხარით. ეს კომენტარი თუ ავა 100 ლაიქზე აიზეთე. არა ვიდა და არც ავიზეთები ძმაო, კიდევ კაი მადლობა ღმერთო. მადლობა ჩემო გამომწერებო რომ ეს კომენტარი 100 ლაიქზე არა იყო, იმიტომ რომ აზეთვას ვაპირებდი. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში. არ ვიცი. იმედგაცრუება როგორ რაღაცა იცი? იმედგაცრუება არის ყველაზე ნეგატიური შეგრძნება ალბათ, რაც ადამიანს შეუძლია რომ შეიგრძნოს. და
არ მახსენდება რა. შეიძლება არ მივეცი თავს იმის უფლება, რომ იმედგაცრუებული ყოფილიყავი, რაღაცის იმედი მქონდა, არ გაკეთდა და ისე შევფუთე, რომ იმიტომ რა მოხდა, რომ ესე უნდა ყოფილიყო. თორე იმედგაცრუება შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს. ესე არის ნათქვამი, რომ სიძულვილი ყველა არის მასა. იმედგაცრუება არის სიცარიელე რა და ყველაზე მეტად ეგ დგენს, ანუ ეგ ჩანს. ყველაზე რთული პროცესი ვიდეოს ჩაწერას YouTube-ზე დადებისას. YouTube-ზე რომ დადებ და რო არ იცი, შეიძლება რომ ფიქრობ, რომ სუბიექტური ვარ თუ ობიექტური, ბანძი ვიდეო დავდებ თუ კაი ვიდეო და კომენტარებს რო ელოდები. YouTube-ზე გეგმა გაქვს თუ უბრალოდ სპონტანურად ქმნი ვიდეოებს. გეგმა მაქვს ცხოვრებაში და გეგმა აქვს ჰამაკს. და YouTube-ზე მე უბრალოდ რა ცხოვრებაშიც გეგმა მაქვს მეტამორფოზა მინდა თქვენთან ერთად გავიარო თუ განვიცადო. რა გახიზინებს ყველაზე მეტად ადამიანში? რაც თქვი, რომ პრობლემად არ აღქმა. და როგორიათ, რომ თავისი ნაწილია და ბუნების ნაწილი ადამიანი არ იცვლება. პერსონალს კომაგოვის ისტორია ეგ მოგიყევით, აკრძალავდი თუ არა გასვენებაში ღრეობას ჭამას სმის ცერემონიალს. უიმიცვალებელს მოუვა. არ აკრძალავდი რა გაროჩა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვინც მსხვერპლი მან ყოველთვის გასვენებაში იქნება თუ რაც არის. ადამიანი გარდაიცვალა, ის ადამიანი всё ვეღარ გარდმოიცვლება უკან, ანუ არაფერი აღარ ეშველება, გარდაცვლილია. და იქ ცოცხალი ვინც დარჩა, ის ადამიანები არიან სინამდვილეში აქტივები. და ეგ ადამიანები თუ საკუთარ დარდსა მიუვათი რაღაცების წამს, რომ ამას თუ გააკეთებს, იქ რაღაც ისეთი მოხდება, რატომ და გამოართვა, ანუ რატომ და წაართვა ეგ რაღაცეები. რა მაგით შეიძლება დარდს იკლავენ და მოიკლან რა ეგ დარდი რა შენ ხوار გეხებიან. მე ჩემთვის არაესთეტიურია კი და არაეთიკურიც ოდნავ რო რამე, მაგრამ უფრო არაესთეტიური, ვიდრე არაეთიკური, მაგრამ მესმის რა, რომ ბევრი რაღაცა არის, რაც ადამიანებს მოფიქრებული გვაქვს იმისთვის, რომ საკუთარი თავი მძიმე პერიოდში მოვიტყუოთ. ამიტომ დავუტოვოთ საშუალება, რომ მოიტყუონ თავი. კალმისტარი სტარია? ეს სუებმევიან მახეში ახლა რა გჭირთ. ჩპს-ის გადაღებები გენატრება, ან თუ გისწორდებოდა გადაღების პროცესი. და იყო რა ხან მისწორდებოდა, ხან ძალიან ვიღლებოდი. ანუ იყო შემთხვევები, რომ ძალიან გამსწორებია და მინდოდა რომ გაგრძელებულიყო, ხან იყო შემთხვევები, რომ მინდოდა რომ მიწა გამსკვდომოდა და ჩავარდნილიყავი. ახალ წლებზე რო იყავი მარტივ ლოგიკაში, მან ჩამოვარდა ლაპარაკი გოჭზე რა და რაღაც საშინელი ხუმრობა გააძრე, მაგრამ ვერავინ შეამჩნია მოყევი მაგ გამოცდილებაზე. მანდი იყო ესეთი რაღაცა რა, ეგ არის ყველაზე დიდი ტყუილი რაც ეკრანებში მithქვამს თუ ეკრანებზე მithქვამს რა. ეგ მანდა არის ზაფხული და მე დაქორო ვართ მარტივი ლოგიკის სახალხო ჩაწერაზე. და იქ გოჭებზე მესაუბრებიან, მეც აი რო უყურე გული კი ნაღამ გამისკდა რომ თამაშობ, რომ ჩვენ დღეს აღნიშნეთ და რაღაცები და მეთქი ბიჭო. მაგრამ არა მოშავს იმედია მაპატიებს ერი. და მან გავაძრე რომ გოჭი რა შებოდა და FIFA-ს თამაშობდა მეთქი, ანუ შონზიკაზე თქვი, სულ FIFA-ს თამაშობდა იქ მაგ პერიოდში და ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ ხო რა. საიდან მოიფიქრე სახელი ბასტო? მე არ მოიფიქრებია. დედაჩემმა მოიფიქრა. 1 წელს რო ვიყავი. ჰამაკს ყველაზე მეტი YouTube-დან ამდენი აქვს ნაშოვნი. აი ნაშოვნი არ ვიცი რას გულისხმობ მაგაში. შემოსავალი და გასავალი. შემოსავალიც ბევრი იყო, გასავალიც ბევრი იყო. მაგალითად შემოსავალი შეიძლება 400.000 და გასავალი იყო 250.000 ან 300.000. იმიტომ რომ სულ რაღაცა პროექტები მქონდა ხოლმე. ბასტო ფანტასტო რატო გაწერია? ფანტასტიკური ბასტო ხარ თუ ბატისტუტური ფანტო? დიდი სიამოვნებით ბატისტუტური რაღაც, მაგრამ ფანტო არ ვარ სამწუხაროდ, ამიტომ ფანტასტიკური ბასტოც დავჯერდები. წლის ბოლოს ასკაზე რო ახვალ ბასტო ფანტასტო ფანტო ბასტასტოთ გადააკეთე. ჩემი წლის ბოლოს 100.000 ვერ ავალ. მაგრამ არც რომ წავიდე არა. არა მადლობა კეინ. ვა ლოლის მოთამაშე ყოფილა. შეიძლება. რითი აპირებ გამდიდრებას. ჩემ მეგობრებს გავამდიდრებ ძალიან ყველას. ძალიან გავამდიდრებ და მე ფულს გამოვართმევ ხოლმე. როდესაც გნახავ, ნუ მაიგნორებ თორე კორპუსს და დაგასათქვებ ლაშა რომელაშვილი ადამიანი რომელთანაც გავატარე ბავშვობა და ახალგაზრდობა. ჩემი ძმაკაცი მე-11 კორპუსელი, ყველაზე მაგარი შენობა რომელიცაა. ბიჭო აი ხო მართლა გეუნები რა, გირჩევნია ცოტა ხანი მაცადო და მე ნახო ვიდრე არა ეხაც გნახავ კაირეებს მოვიდები. ადრე ძალიან მეტი ჩა და თავზე გასული ტიპი მეგონერის გამოც ბოდიშს გიხდი. ერთადერთი თვისება უფრო გავაღვივებდი შენში ეს არის ცირედი თავმდაბლობა და უბრალოდ იდეალური ტიპი იქნებოდი ჩემთვის იყავ ის რაც ხარ ბოლომდე, მაგრამ ისწავლე ის რაც ვინც გინდა რომ იყო გოლშემატკივრ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კაი ბიშოპა.
ძალიან კაი კომენტარია, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მესმის, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ვეგონე ეგეთი, იმიტომ რომ ურთიერთობაში ეგეთი ტიპი ვარ და ყველას რო პირადად ვიცნობ, ყველასთან მქონდა ეს რაღაცა პირადი და ზოგისთვის შორიდან, აი კონტექსტ რო ვერ ხვდება მაყურებელი და არ იცის, რა ურთიერთობა მაქვს მე იმ ადამიანთან, ვისთან ერთად რაც ვზივარ, მაგალითად გადაცემაში ან YouTube შოუში რაც არ უნდა იყოს, ხანდახან ეგრე იკითხებოდა და ისმინებოდა. და არ არის საბოდიში მოკლედ, ბევრი ფიქრობდა ეგრე. აქ რაც ყველაზე მეტად მომეწონა ეს რომ იყავი ის რაც ხარ ბოლომდე, მაგრამ ისწავლე ის რაც გინდა, ვინც გინდა რომ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაგალითად 5 წლის წინანდელი მე და დღევანდელი მე რადიკალურად განსხვავდებით. მოსწავლე და მასწავლებელი ვართ რა და შეიძლება დღევანდელი მე და 2 წლის წინანდ 2 წლის შემდგომი მე კიდე მოსწავლე და მასწავლებელი ვიყოთ რა. ამიტომ ყოველთვის პროგრესზე ვფიქრეთ, იმიტომ რომ ადამიანი იცვლება, ადამიანი იზრდება და ადამიანს გვაქვს მაგის ნიჭი, რომ მორალურად რაღაცებს რომ მივხვდებით, ეგრევე მივხვდებით, რომ სიმართლეა. რომ სიმართლის დანახვის და ცნობის ნიჭი გვაქვს. ხო, რაც შეეხება თავმდაბლობა იუმორია, ეს ჩემი მომწონს, რომ ერთობი ხოლმე, რომ აი რაბანას რო ეუნებოდი, რომ მეთქი ჯიბეში ჩაგისვა, მეთქი და 4-0 წავაგე, ისევ იგივეს გავაკეთებდი, რომ ვიცოდი, რომ 4-0 წავაგები და დამждარიყავი წინასწარ თუნდა 4-0 წავაგედი, მაინც twins გავუბრუყავდი, ვერთობი რა ეგრე რა. რაზე ჩააბარი უნივერსიტეტში და სწავლობდი, რამდენად გამოგადგა ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ეგ შენთვის. რა ბიზნესზე ჩავაბარე? უფრო გავიცანი იქ ადამიანები, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ალბათ საბოლოო ჯამში მე-4-დან და მაგისტრატურაზე სწავლობ პროფესიას, იქ რაღაცა ისტორია და კალკულოს, რაც ისედაც ვიცოდი ასეთ ვის იგუგლებოდა ყველაფერი იყო რა და უფრო ადამიანები გავიცანი, ჩემი მეგობრები, რომელთანაც გავატარე რავი 5 წელი, სულ ერთად ვიყავით. ეხლა ცოტა ჩამოშორდით, იმიტომ რომ საქმეში ვარ ჩაფლული 100%, მაგრამ ძალიან დიდი ემოციები და ძალიან დიდი მოგონებები დამიტოვა უნივერსიტეტმა და საუნივერსიტეტო პერიოდმა. ფუტბოლის ნიჭიც მოგვიყევი რამე. რა ვიცი, გამომადგა რომ ნიჭი მაქვს, შემიყვანეს ფეხბურთზე 12 წლის ასაკში დაგვიანებული. ვიარე ცოტა ხანი, ძალიან ცოტა ხანი, ალბათ წელიც არ ვიარე. ნახევარი წელი, შეიძლება ნაკლებიც. და იქ იყო ისეთ სკოლაში შევედი, სადაც კლასელები იყვნენ ერთმანეთის ისინი რა ქვია, გუნდელები და შეთამაშებულება და მე ქუჩის ფეხბურთელი მივედი მატაობა და რაღაცები და იქ მიიღებას და რაღაცებს რომ დამაწყებინეს ვარჯიში არ გამისწორდა რა. ცოტა დააგვიანეს მართლა, მაგრამ ჩემი ოცნება სულ იყო ფეხბურთი რომ ეთამაშა და როგორ შემეძლო ხა ეს ფეხბურთელი გამختارიყავი, ხო? ფეხბურთელი რო არ ხარ, ფეხბურთელი როგორ უნდა გახდე? სპორტის მენეჯერი რო ხდები რა, გარედან უყურებ, იმიტომ რომ ფეხბურთელი ყოფილიყავი, ამიტომ ავდექით YouTube ლიგა გავაკეთეთ და ის მუღამი რაც მქონდა ბავშვობიდან გულშემატკივრების თვალწინ ფეხბურთით, კარგი ფეხბურთის თამაშით ტაში დაეკრა ჩემთვის, აი მივიღე. აი გარი ერთ-ერთი აი გარი რომ აი ყურე რომ გეკითხათ ალბათ სანამ ეს მოხდებოდა როგორ შეიძლება რომ ფეხბურთელო მინდა არ გამეთქვა როგორ შეიძლება მივიღო მიღებადია ყველაფერში არის რაღაც გამოსავალი რა. როდის აკოცე გოგოს მეორედ 2014-15 წელს არ ვიცი როგორ გაიცანი ქორო ეს იდეა ვისი იდეა იყო არხის შექმნა მე და ნიკასი და მე ნიკას და მიროსი მე დავიმატეთ დანარჩენები ცოტა რამ გვიამბე შენს და ნანუკაზე მე და ნანუკაზე იმის თქმა შემილია რომ ძალიან დიდი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ გავიცანით ჩემი დედაშვილის დაბადების დღეზე მან მომეწონა მე ჩინეთში წავედი რომ ჩამოვედი მე რაღაცა დავლიეთ ერთად იქ მივხვდი რომ всё ნანუკა მინდა ყველაზე მეტად რაც დომები ავდეს მე ერთად გავიჩითეთ მე ცოტა ხანი დავშორდით 24 წელს ასაკში კიდე ერთად გავიჩითეთ და 5 წელი ახლა ერთად ვართ ბოლო 3 წელი ერთად ცხოვრობთ და იმის თქმა შემილია რომ ნანუკა არის ერთადერთი ადამიანი რომელიც ნერვს მიშლის ხოლმე იმიტომ რომ ხანდახან ჩემზე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდება ხოლმე რა და იშვიათად ვარ ეგეთ სიტუაციაში და ამის თქმა შემილია ხა ლამაზი როა და მომხიბლელი მაგას თქვენც ხედავთ რითი კაიფობდა ბასტო ჩინეთში სიფხიზლი ძმა კაი ტყუი რომელია შენი საყვარელი სამაგიდო თამაში მაფიაც ითვლება ჩემი საყვარელი სამაგიდო თამაში მაფია არის ერთ-ერთი უდაოდ რას ვფიქრობ და არ ვიცი ძალიან მევასებოდა ავალონი რა ავალონიც მაგრამ მომწონდა სამაგიდო თამაში თუ ჯოკერი პარებში შედეს ალბათ მაფიას მეტად მიყვარს ჯოკერი პარებში on parapshe no ვითამაშო ვეჭვი. რატო ხარ crazy? I don't know, just like that. რატომ გადაწყვიტე შენ გუნდის YouTube ლიგაზე გაყვანა?
ანუ YouTube ლიგა იმიტომ შევქმნით, რომ ჩვენი გუნდი გასულიყო, თორე იმიტომ კი არა, რომ YouTube ლიგაში მე გავიყვანეთ. ან ჩვენ გუნდს რო არ გვინდოდა YouTube ლიგის თამაში, YouTube ლიგას თამაში, YouTube ლიგას არ გავაკეთებდით. შეიძლება სხვას გაიკეთებინა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გავაკეთებდით. ორი ბერა თოვლია. არ ვიცი, შესაძლებელი არის, რომ ორი ბერა თოვლი იყოს ეს ბოლოს დაისვა ხა ეს კითხვა. კაი. იმედია, რავი, საათი და 4 წუთში 150 კითხვას უპასუხე. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო. მართლა ღამის 5 საათია აგერ განახებთ. ღამის 5 საათი არის. ბოლო ენერგიით ვეცადე ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ ამ კვირასაც ვიდეო დამედო, იმიტომ რომ ზეგიდან უკვე ვეღარ დავდა, იმიტომ რომ შეხვედრები მეწყება და მე კიდე დავაგვიანებდი და არ მინდოდა დაგვიანება. მადლობა ამდენი კომენტარი რომ დამეწერეთ. შეგახსენებთ, რომ ჩემი პარტნიორი კომპანია არის და ჩემი მეგობარი კომპანია არის, უფრო ესე ვიტყვი სეტანტა. ეს არის კოდი, რითაც შეგიძლიათ 30% ფასდაკლებით ისარგებლოთ და გაკოცეთ ბევრი ტყბილი მოახჩი. პირობა დავდე რომ არ ამოვჭრითქო და ვერ ვჭრი ამას.